გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით მუზეუმში. ჩვენ ვართ სოლოლაკში. ახლა კი დაგათვალიერებინებთ თუ რა შეიძლება ამ მუზეუმში ჩვენ ნახოთ. ეს არის კონცეპტუალური არტის, მოდერნ არტის უმაღლესი მწვერვალი. მოგზავნით. ეს დიზაინი მოგეხსენებათ შეიმუშავა თანამედროვე კონცეპტუალური არტის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, ეს არის გერმანელი არტისტი გერხარდ ვანშტეინერი. გერხარდ ვანშტეინერი გამოირჩევა იმით, რომ მისი ხელოვნება, როგორც ასეთი მიდგომა კონცეფციის მიმართ არის ძალიან ერთგვაროვანი, მაგრამ ამავე დროს პრიმიტივიზმის ერთგვარი საწყისი, რაც ადამიანში თავად არსებობს პირველადი სახით. აქეთ მოგზავნით დააკვირდებით. ძალიან კარგად არის შენარჩუნებული ამ დიზაინში პირველადობა, როგორც ადამიანის არქეტიპული გამოვლენა მის შინაგან სამყაროსთან და შესაბამისად აი ეს გახლავთ დიზაინერის მიერ შესრულებული ნამუშევარი, რომელიც გულისხმობს ადამიანისგან პირველადი წყლის მიღებას. ანუ აქ ხდება ამ წყლის გამოყენება ხდება როგორც დასაბანად, ასევე სხვა საშუალებებისთვის მოსახმარად. დააკვირდით პირსახოთს. პირსახოცი ძალიან საინტერესო ხელით შეხება არ შეიძლება. პირსახოცი ერთგვარი ნიმუშია იმისა, თუ ადამიანი როგორ განვითარდა თემური წყობილებიდან შემდგომ ეტაპებზე და ეს არის ევოლუციის ერთგვარი მაჩვენებელი ამ პირველად ინტერიერში, რასაც გერხარდ შტაინმეიერი გვთავაზობს. მოგეხსენებათ, ნახეთ, აი ეს ჩასვრილი ზეწარი თავისთავად გამოხატავს შინაგანი სამყაროს პასუხს და რეზონანსს გარემო მოვლენების მიმართ. რადგან ზეწარი მოგეხსენებათ, ეს არის რაღაცა ფარდა, ხოლო ჩასვრა თავად ზეწარზე ეს არის უკვე ანაბეჭდი ადამიანის გამოვლენისა სამყაროს მიმართ. აქეთ მოგზავნით, თქვენ ხედავთ, აი ესეც შევეხებით ახლა. ეს არის ერთგვარი მიმართულება, თუ როგორ მოხდა ევოლუცია ადამიანისა თანამედროვე სამყაროსა და პირველად სამყაროს შორის. აქეთ მოგზავნით აი ეს კედები მიუთითებს სწორედ იმ ნაბიჯებს, რაც ადამიანმა განიცადა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. აი თქვენ ხედავთ, როგორ საოცრად არის შესრულებული ეს თანამედროვე მიმართულების თუ თანამედროვე სტილის მუზეუმი. თავად კონცეპტუალური არტის მნიშვნელობაც კი აქაც გამოკვეთილია. მოგზავნით ახლა აქეთ. სანათი თუ შეიძლება. სანათი ძალიან საინტერესოდ არის ინტეგრირებული მთლიანი დიზაინის კონცეფტში, რადგან გერხარდ შტაინმეიერი ძალიან კარგად ათავსებს ჰარმონიასა და პროგრესის, სინათლის ფოტოსინთეზს, დიზაინსა და ინტერიერის მთლიან შთაბეჭდილებაში, ალბათ უფრო სწორი იქნება ამ სიტყვის გამოყენება. დააკვირდით ჩანთველი, რომელიც დაერთებულია სადენზე. ნახეთ, როგორ ოსტატურად არის შეერთებული და თითქოს რაღაცნაირად პირველადი სიბრძნის წყაროც კი არის, აი როგორც გველი, რომელმაც შემოიტანა სიბრძნე და შემდეგ გაანათა სამყარო. ხო, აი ესე კი, რამ გაანათა სამყარო? გერხარდ შტაინმეიერისთვის სამყარო გაანათა იმ სიბრძნემ, რომელიც მითოლოგიურმა გველმა შემოიტანა ადამიანში და მთლიან სამყაროში. ძალიან კარგია, მე ბევრს აღარ შეგაცხეთ. ეს მუზეუმი სავსეა ასეთი სიმბოლოებით, სავსეა მითოლოგიური კონცეპტებით და მე ახლა უნდა დაგემშვიდობოთ, რათა უკვე გარეთ უნდა გავიდეთ და უკვე გარე ფასადი არის ჩვენთვის ძალიან საინტერესო. სიმართლე გითხრათ, აქ ტუალეტს ვეძებდით, ამიტომ შემოვედით, მაგრამ მაინც ორი კუთხის დაჭერას არაფერი. წამოდი, დროზე რა. დროზე გახიშე, გახიშე.